მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ვინ ხელმძღვანელებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტს, ეს თავად ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. თუმცა ვინ იყო წინა არჩევნებზე მათი რჩეული, მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ასახელებს. საერთოდ არ ინტერესი განაცვალე რა ამ ხელისუფლების საერთოდ არ ინტერესი. ვინ აირჩიეს რა არის ვის არჩევი კიდე მაგაც არ კი ადიგეშარი მაგრამ მე მაგასში არ მაინტერესებს. ორი მახალგიქვილი ვიცნობ ხო მაგრამ არ გამახსენდა უცბად ეხლა თუ არ ვწდები სანდროშვილია ხო რა თქმა უნდა კარგები უნდა იყვნენ და ქალაქის ინტერესები უნდა გაითვალისწინონ მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვხედავ პირადად მე საკრებულოსი არ ვიცი იმიტომ რომ თუ გიდათ კურორტაბასტუმაში პაჟალსტო მაგას გეტყვით ვინ იყო რა იყო საკრებულოსი ნახდათ არის რა თქმა უნდა მახსოვს 4 წლის წინ იყო მალხაზი გიქოშვილი ეხლა არის ოლეგ სანდროშვილი ახლა ძალიან ბევრ რამეს აკეთებ თავისთავად საკრებულოსეთი მართველი ორგანოა უნებრია თითქმის ყველაფერს საკრებულო აკეთებს არ მახსოვს არ ვიცი ახლა ვინ არის იცი საკრებულო არაფერი არ ვიცი შვილო 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იყო მალხაზ გიქოშვილი აირჩია საკრებულომ ჯერ მოქალაქეებმა ხალხის მუნიციპალიტეტის და შემდეგ საკრებულომ რა თქმა უნდა მის წინ იყო ვასილ ბერძე, ოღონდ როგორც მახსოვს, მაშინ იყო არა არჩევითი, არამედ დანიშნულით იყო ცენტრალური ხელისუფლებიდან. რა ვიცი, ბევრი რაღაცა კი არის შეცვლილი ქალაქში, იგივე ხედავთ სახეზე ბევრი რაღაცების გაკეთებულს, მაგრამ ზუსტად ეხლა ეს ცენტრალური ხელისუფლებიდან იყო თუ ადგილობრივი ხელისუფლებიდან, ზუსტად ვერ მოგახსენეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შეთანხმებით მოხდებოდა და რაღაცები ალბათ გაკეთებული არის. 2010 წელს ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალი ადგილობრივი თვითმმართველობა აირჩა. მაშინ ხმათა უმრავლესობით მუნიციპალიტეტის პირველი პირი მალხაზ გიქოშვილი გახდა. დაახლოებით 2 წლიანი მუშაობის შემდეგ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარემ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მდინარე ფოცხავზე ახალი ხიდის აგებას, ახალციხის ციხის განახლებას, იუსტიციის სახლისა და ბიბლიოთეკის მშენებლობას მალხაზ გიქოშვილი მუნიციპალიტეტში მისი ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელებულ წარმატებად თვლის. ამჟამად იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრია და ამბობს, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მისი მონაწილეობა პარტიის საერთო შეთანხმებით მოხდება. თავარი ის არის თანამდებობაზე მიხვიდე, უნდა შეძლო და გააკეთოთ, მაგრამ 4 წელის გამზრდობას ყველა შეძლებს, მაგრამ საქმის კეთებას, როგორც ხედავთ, ყველა ვერძელებს და ყველას არ შეუძლია საქმის გაკეთება. 2010 წლის 17 ივნისს მოხდა საკრებულოს პირველი შეკრება, დღევანდელი საკრებულოსი ასე ვთქვათ, დღესაც ფუნქციონირებს ის საკრებულო და საკრებულოს არჩევნების უკვე საკრებულოს თავმჯდომარეს არჩევნების შემდეგ ჩვენ ესე აბსოლუტურად ყველაფერი გადავდეთ გვერდზე და დავიწყეთ საქმის კეთება და პირველი საქმის კეთება ჩვენი ცენტრალური პარკი იყო მოგეხსენებათ დავიწყეთ ცენტრალური პარკიდან რა ტემპებში და როგორ გავაკეთეთ დღეს ხედავთ თქვენ იმას ამჟამად მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა წარმომადგენლობითი საკრებულოსა და აღმასრულებელი ორგანოს ანუ გამგეობისგან შედგება. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფარული კენჭისყრით მოსახლეობა პროპორციული სისტემის საფუძველზე 15 და ამდენივე მაჟორიტარული წესით მონაწილე საკრებულოს წევრს ირჩევს. დეპუტატთა ხმების უმრავლესობით კი მუნიციპალიტეტის პირველი პირი დასახელდება. შემდეგში საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოსვე თანხმობით გამგებელს ნიშნავს. თუმცა მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ აღნიშნული სტრუქტურა 2010 წელს ფუნქციონირებდა, რასახის ცვლილებები შევა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უნდა დაამტკიცოს, ცნობილი არ არის. შესაბამისად, საკრებულოს წევრები რა პრინციპით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ვერ ასახელებენ. 2010 წელს აგვირჩია მოსახლეობა, ანუ საკრებულოში 26 წევრი ვართ, აქედან 16 არის მაჟორიტარი, 10 პროპორციული სიით გასული. ჩვენი მოვალეობები ახლა ხალხის მიერ არჩეული ვართ და ადგილობრივი, ანუ ახალციხის მუნიციპალიტეტში ხალხისათვის საკეთილდღეო საქმეების გაკეთება, თავარი ხალხის გასაჭირის გულთან მიტანა და მათი პრობლემების გადაწყვეტა. ახლა წინასწარ ვერ გეტყვით, კენს ვიყრით, არ ვიყრით, როგორი თუ მოწყობის და სტრუქტურა არ გავიგეთ, როგორი იქნება, მაგაზე პასუხს წინასწარ ვერ გეტყვით. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 4 წლის ვადით ირჩევენ. თუმცა 2010 წლის 30 მაისს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე ორჯერ, გამგებელი კი 3-ჯერ შეიცვალა. დაახლოებით 1 თვის წინ 65 თანამდებობაზე თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩნენ. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღად ცენტრალურ ხელისუფლებაში ივნისის თვე სახელდება. მანამდე კი ახალციხის მუნიციპალიტეტს ოლეგ სანდროშვილი უხელმძღვანელებს.